საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ იგივე სემეკმა 2015 წელი შეაჯამა. Როგორ აფასებთ სემეკი ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდას და როგორ აისახება მისი რეგულაციები ჩვეულებრივ მოქალაქეებზე. თემაზე ეკონომეტრის სტუმარია სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა. ქალბატონო ირინა, მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ქალბატონო ირინა, დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნა ტარიფების დადგენა ელექტროსადგურებისთვის და ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემის დისპეჩერიზაციისა და განაწილების ტარიფები. Როგორ გადაწყდა ეს საკითხი? დიახ, დღეს კომისიამ საჯარო სხდომაზე განიხილა 5 კომპანიის ტარიფი. ჩვენ დავადგინეთ ახალი ტარიფები 2016 წლისთვის. სამივე თბო ელექტროსადგურისთვის საქმე ეხება როგორც გარანტირებული სიმძლავრის წყაროს საფასურს, ასევე ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს. ასევე დღეს განვიხილეთ და დავადგინეთ ახალი ტარიფები გადაცემის ორი ლიცენზიატისთვის, ეს არის სახელმწიფო ელექტროსისტემა და ენერგოტრანსი. არსებითი ცვლილებები დადგენილ ტარიფში, ახალ ტარიფებში არ არის, ამიტომ გავლენას ჩვენ სამხმარო ტარიფებზე შემიძლია გითხრათ, რომ არ ველოდებით. გასაგებია და რამდენად აისახება ეს სამხმარებლო ტარიფები ან ზრდის ან შემცირების მიმართულებით? ვინაიდან არაარსებითი იყო ცვლილება, რაც დღეს ტარიფები დადგინდა და უფრო მეტიც ჩვენ წლის ბოლომდე კიდე რამოდენიმე სხდომა გვაქვს ჩანიშნული, ამ სხდომებზე განიხილება გენერაციის ობიექტების ტარიფები, ლაპარაკია 8-9 ჰიდროელექტროსადგურის ტარიფზე, ენერგოპრიჯორჯიას საკუთრებაში არსებულ ტარიფებზე. განაწილების ტარიფის დადგენა სულ ბოლოს არის დაგეგმილი, თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ და გიდასტუროთ, რომ არსებით ცვლილებას ტარიფებზე არ ველით. ქალბატონო ირინა, წლევანდელი წელი მომხმარებელს პირველ რიგში ელექტროენერგიაზე ტარიფები ზრდით დაამახსოვრდა, თუმცა მეორეს მხრივ დღის წესრიგში იდგა წყალზე ტარიფის მომატებაც, რაზეც სემეკმა უარი თქვა და რუსთავის ტარიფი გააიაფა კიდეც. კიდევ რა მთავარ საკითხებს გამოყოფთით, წლევანდელი წელი რით იყო მნიშვნელოვანი? პირველ რიგში ელექტროენერგეტიკის გაზრდილ ტარიფებთან დაკავშირებით მინდა განმარტება გავაკეთო, რომ ამ ტარიფმა საშუალება მისცა ელექტროენერგეტიკულ სექტორს, რომ შეუფერხებლად იფუნქციონიროს, ნორმალურად გადაიაროს ზამთრის პერიოდი, რაც შეეხება წყლის ტარიფებს. წყლის ტარიფების დადგენისას არსებითი განსაზღვრელი ტარიფების შემცირებისა იყო ის რეგულირებადი აქტივების ბაზა და ის განხორციელებული ინვესტიციები, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს ტარიფის დადგენას. ჩვენ ენერგოპრო უკაცრავად წყლის 3 კომპანიისთვის დავადგინეთ ტარიფი, ეს არის ერთ ჯგუფში შემავალი ტარიფები და კომპანიები თბილისის წყალი, რუსთავის წყალი და მცხეთის წყალი. აბსოლუტურად ერთი და იგივე მიდგომით იქნა ტარიფები დათვლილი, შედეგი იყო სამივე შემთხვევაში განსხვავებული. მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი სწორი მიდგომა ტარიფების დადგენისას, სამივე საქმესთან დაკავშირებით სასამართლოშია სარჩელი. ისიც ვფიქრობ, რომ არის სწორი გზა, იმიტომ რომ დავა მათ შორის თუნდაც კომისიას და კომპანიებს შორის უნდა ირკვეოდეს სასამართლოს გზით. ქალბატონო ირინა, სტატისტიკის მიხედვით წელს ისევ აქტუალურია ხანდაზმული დავალიანებების თემა და კომპანიებსა და მოქალაქეებს შორის დავები უსაფუძვლოდ დარიცხულ დავალიანებებზე. რამდენადაც ცნობილია, ხანდაზმულად ითვლება ბოლოს 3 წლის წინ წარმოშობილი დავალიანება, მაგრამ რეალურად რამდენად ხანდაზმულ დავალიანებებზეა საჩივარი ძირითადად წარმოდგენილი და ზოგიერთი მომხმარებლის ინფორმაციით ასევე მინდა დავამატო, რომ ზოგიერთ შემთხვევებში თითქმის 20 წლის წინანდელ დავალიანებებსაც ედავებიან. დიახ, ჩვენ შევაჯამეთ, ასე ვთქვათ, სტატისტიკური ინფორმაცია ამ დავებთან დაკავშირებით, დაახლოებით 1600 დავა იყო კომპანიების წინააღმდეგ, მათ შორის ძალიან დიდი ნაწილი მოდიოდა სახელმწიფო დავალიანებებზე. მთავარია, რომ მომხმარებელმა მიმართოს კომისიას და ჩვენ განვიხილავთ ამ ტიპის საკითხებს, თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ ლაპარაკია 3 წლის წინანდელ დავალიანებებზე. კომპანიას არ აქვს, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა, რომ თვითონ თავად ჩამოწეროს, უბრალოდ თავს იკავებენ თვითონ რომ ჩამოწერონ ეს დავალიანება. როცა შეთანხმებით ეს გზა, ნებისმიერ საკითხს ამ ტიპის დავასთან დაკავშირებით ჩვენ ვიხილავთ კომისიაზე. უბრალოდ მე ვისარგებლებ თქვენი ეთერით და კიდევ ერთხელ მოუწოდებ მოსახლეობას, მომხმარებელს, რომ თუ თქვენ გერიცხებათ 3 წელზე მეტი ხნის დავალიანება, თქვენ უფლება გაქვთ მოქმედი კანონმდებლობით, რომ არ გადაიხადოთ ეს დავალიანება და მოითხოვოთ მისი ჩამოწერა როგორც ხანდაზმული დავალიანების. ასევე არის სხვა ტიპის დავებიც, მაგალითად უსაფუძვლო დარიცხული თანხები. ქალბატონო ირინა, კომპანიებიდან ხდება ეს, კომპანიების მიმართ ხდება ეს მოთხოვნა თუ სემეკში უნდა დაწერონ განცხადება? სემეკში პირდაპირ შეუძლიათ, რომ სემეკში დაწერონ განცხადება და მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩვენ გავიტანთ ამ საკითხებს სხდომაზე, თითო სხდომაზე ხანდახან 100 საკითხიც გაგვაქვს და ძალიან სწრაფი რეჟიმით წერთ ამ ტიპის დავალიანებებს. ასევე არის დავალიანებები მაგალითად მრიცხველთან დაკავშირებულ დავებზე, ეს ძირითადად ყაზტრასგაზის არეალში და ზოგადად ბუნებრივ
ბუნებრივი გაზის მრიცხველებთან დაკავშირებით არსებული დავებია. ამ დავებზეც შეუძლიათ მომართონ პირდაპირ უშუალოდ კომისიას და ამ ტიპის დავებსაც განვიხილოთ. ამ ორი კატეგორიის დავაზეა ძირითადად საუბარი, ხანდაზმული დავალიანებები და მრიცხველთან დაკავშირებული დავები. თუმცა უკანასკნელ პერიოდში ასევე გახშირდა დავები ახალ მიერთებასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ კომისიამ მიიღო დადგენილება და ნებისმიერ მომხმარებელს აქვს უფლება, რომ 400 ლარად მიერთდეს ქსელზე, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელს გულისხმობ. არის განსაზღვრული კონკრეტული ვადები და თუ კომპანია არ ღვევს ამ ვადას, მაშინ მომხმარებელს უფლება აქვს, რომ მოითხოვოს მიერთების საფასურის 400 ლარის განახევრება. ისევ ხანდაზმულ დავალიანებებს რო დაუბრუნდეთ, თქვენი აზრით, რატომ ვერ დარეგულირდა ხანდაზმული დავალიანებები აქამდე? არ იკვეთება კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი და მისი დაჯარიმება, თუ მისი ცუდი მენეჯმენტის გამო ვერ მოხერხდა დავალიანების დროულად მოთხოვნა? ხანდაზმული დავალიანება ჩვენ არ უნდა შევაფასოთ როგორც უსაფუძვლო და უკანონო დარიცხული დავალიანება. შეიძლება ძალიან სწორადაც არის ეს დავალიანება თავის დროზე დარიცხული, მაგრამ კომპანიის უმოქმედობის გამო ეს ვალი არ იქნა თავის დროზე ამოღებული, მოთხოვნიდან გასულია უკვე 3 წელი და მომხმარებელს ავტომატურად სამოქალაქო კოდექსით უჩნდება უფლება, რომ მოითხოვოს ამ დავალიანების ჩამოწერა. თვითონ კომპანიების ინტერესშიც არის, რომ ესეთი ეგრეთ წოდებული მკვდარი დავალიანება ჩამოიწეროს და ჩვენ ვნახეთ ეს გზა, რომ კომისიის ხდომაზე გამოვიტანოთ და კომისიის აქტით ჩამოვწეროთ ეს დავალიანება. რაც შეეხება წყალმომარაგებას, მიმდინარეობს მუშაობა წყალმომარაგების ტარიფის განგარიშების ახალ მეთოდოლოგიაზე. საინტერესოა, როდის დასრულდება ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობა და რამდენად მოსალოდნელია მეთოდოლოგიის ცვლილების შემდეგ ტარიფის ზრდა? ახალ მეთოდოლოგიაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2016 წლის პირველ კვარტალში უკვე დავდებთ პროექტს განხილვისთვის და დავიწყებთ ზოგადად საჯარო განხილვებს აი ამ წყალმომარაგების ახალი მეთოდოლოგიის განხილვისთვის. წყალმომარაგების ახალი მეთოდოლოგიის პრინციპები იგივე იქნება, რაც გვაქვს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში. თავისთავად ეს მეთოდოლოგია ჩემი აზრით არ გამოიწვევს არსებულ ცვლილებებს ტარიფში, იმდენად რამდენადაც დღესაც ჩვენ ამ მეთოდოლოგიის პრინციპებს ვიყენებთ. მაგალითისთვის გეტყვით, რომ უკუგება აქტივებზე, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ტარიფის დადგენისას, ჩვენ უკვე გვაქვს გამოყენებული 13.5%, რასაც მაგალითად იგივე რუსთავის წყალი და Georgian Water and Power-ი ასაჩივრებენ. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, დღესაც ვიყენებთ უკვე აი ამ უკუგების ნორმას, რაზეც ეხლა ვსაუბრობ. ამდენად განსხვავებული მიდგომები ბუნებრივი გაზის და ელექტროენერგეტიკული სექტორისგან წყალმომარაგების ტარიფში არ იქნება. ქალბატონო, მიწოდებული პროდუქციის ხარისხი არის მუდმივად დავის საგანი კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის, იგივე წყლის, დენისა თუ გაზის ხარისხი. როგორც ანგარიშში აღნიშნული, მუშავდება კომერციული მომსახურების ხარისხის წესები. როდის იქნება მზად ეს წესები და რამდენად უზრუნველყოფს მომხმარებლის კომფორტს? დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება კომისიის საქმიანობაში. ჩვენ ასევე შემუშავებული გვაქვს მომსახურების კომერციული ხარისხის წესები წყალმომარაგების სექტორში, იმიტომ რომ განსაკუთრებით პრობლემატურია ზუსტად წყალმომარაგების სექტორში ეს ხარისხი. ასევე წლის პირველი ნახევრიდან ჩვენ უკვე დავიწყებთ ამ წესების განხილვას, შემდეგ იგი შევა ძალაში და მარტივად რო აგიხსნათ, ეს წესები ითვალისწინებს კონკრეტულ პასუხისმგებლობას კომპანიისას, თუ იგი არ არღვევს იმ კრიტერიუმებს, რაც დადგენილი იქნება აი ამ წესებით. ელექტროენერგეტიკულ სექტორში ესეთი წესები უკვე მუშაობს და უფრო მეტიც ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს, რომ აი ამ წესების შედეგად კომპანიის საქმიანობის შედეგები უნდა აისახოს ტარიფზე. და როდიდან უნდა ველოდოთ ამ წესების ამოქმედებას? წლის პირველი ნახევარი არის ყველაზე, ასე ვთქვათ, მაქსიმალური ვადა 2016 წელს გულისხმობ, როდესაც ეს წესები უკვე შევა ძალაში. გასაგებია, ელექტროენერგიის დიფერენცირებული ტარიფის საკითხი უსამართლოდ თვლიან დარგის წარმომადგენლები ამ საკითხს. რამდენად მოსალოდნელია ერთიანი ტარიფის შემოღება? უკაცრავად ერთიანი ტარიფი დიფერენცირებულ ტარიფთან დაკავშირებით. დიახ, აი რამდენად არის მოსალოდნელი ერთიანი ტარიფის შემოღება, რადგან დიფერენცირებულ ტარიფს უსამართლოდ თვლიან დარგის გარკვეული წარმომადგენლები. გასაგებია, ერთიანი დიფერენცირებული ტარიფი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, ეს არის ეგრეთ წოდებული საფეხურებრივი ტარიფები, აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ტარიფები შეიცვალოს, ჩვენ უნდა მოვამზადოთ, ასე ვთქვათ, ელექტროენერგეტიკული სექტორი სხვა სიახლეზე გადასასვლელად. უკვე დაიწყო საზოგადოებრივი
საზოგადოებაში საუბარი ეგრეთ წოდებულ სეზონურ ტარიფებზე, დღის და ღამის ტარიფებზე და ეს იქნება ყველაზე სწორი გამოსავალი ელექტროენერგეტიკული სექტორისთვის. ანუ საფეხურებრივი ტარიფები უნდა ჩანაცვლდეს უფრო სამართლიანი ტარიფებით, როგორიცაა დღის და ღამის ტარიფები და სეზონური ტარიფები. თუმცა ეს არის საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პერიოდი. პირველ რიგში აუცილებელია, რომ საბითუმო დონეზე ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდერნიზაცია და რეორგანიზაცია განხორციელდეს. ჩვენ უნდა დავინახოთ შედეგები, რეალურად რა ტარიფებზე შეიძლება გავიდეთ. ძალიან სერიოზული ინვესტიცია იქნება გასაკეთებელი, მათ შორის იგივე მრიცხველების აღჭურვა იმ შესაძლებლობებით, რომ ონლაინ რეჟიმში გადასცენ ინფორმაცია დღის და ღამის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის შესახებ. ამიტომ ეს არის უფრო კომპლექსური თემა, რომელიც მოკლე დროში უბრალოდ ვერ განხორციელდება. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ირინა მილორავა, სემეკის თავმჯდომარე იყო ეკონომეტრის დღევანდელი სტუმარი. დიდი მადლობა. ახლა კი ლარის